ალბათ უკვე ყველასათვის შესამჩნევია ფასების მკვეთრი და არალოგიკური ზრდა ყველაფერზე. საჭმელზე, პროდუქტზე, ყოველდღიური საჭიროების ნივთებსა თუ ტანსაცმელზე. რომ შეხვიდეთ მოლში და ერთი უბრალო მაისურის ფასი ნახოთ ზარაში, მანგოში ან სტრადივარიუსში, დაახლოებით 100 ლარი დაგხვდებათ. რაც ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის. განსაკუთრებით მაშინ თუ რამდენიმე ნივთის ერთდროულად შეძენაა საჭირო. და ამ დროს ვიწყებთ სხვადასხვა გზის პოვნას იმისთვის, რომ მსგავსი ნივთი შედარებით დაბალ ფასში სხვადასხვა ონლაინ მაღაზიიდან გამოვიწეროთ. საქსტატის მონაცემების თანახმად 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის 37%-მა ბოლო 1 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძინა საქონელი ონლაინ. რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გასულია ონლაინ ბაზარზე. ტემუ, ტრენდიოლი, შეინი და სხვა მსგავსი პლატფორმები უცხო აღარავისთვის აღარაა. თუმცა თუ იცით რა იმალება მათ უკან. დღეს ვისაუბროთ შეინზე ან შეინზე, რომელიც სახელითაც ის თქვენთვისაა ცნობილი. შეინი არის ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვებში მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანია და ამასთან სარგებლობს მეტად შელახული და ხმაურიანი რეპუტაციით. თუ არ იცოდით, პლატფორმა თავდაპირველად ყიდიდა საქორწილო კაბებს. 2010 წელს დაიწყეს გაფართოება და გადავიდნენ ქალის ხაზზე. ხოლო 2010 წლის ბოლოს ისინი კერავდნენ როგორც ქალის, ასევე მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელს. თუმცა დღემდე მისი მთავარი მომხმარებლები მაინც ქალები არიან. დღესდღეობით სწრაფ მოდაში შეინს მოწინავე ადგილი უკავია. ის რეკორდულ დროში ანახლებს კოლექციას. მაგალითად 2022 წელს ზარამ 6850 ახალი ნივთი შექმნა. H&M-მა 4400, შეინმა კი 315000. მოწინავეობას რომ გავუყვეთ, 2023 წელს შეინის აპლიკაციას ჰქონდა 238 მილიონი გადმოწერა, რითიც ის გახდა ყველაზე გადმოწერადი აპლიკაცია. მისი შემოსავალი სულ უფრო და უფრო იზრდება. 2023 წელს მან გაასწრო H&M-ს, 2024 წელს კი Inditex, რომელიც ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Massimo Dutti, Zara, Stradivariusi, Oysho, Pull&Bear და კი ყველა ერთ კომპანიას ეკუთვნის. თუმცა, უდიდეს წარმატებასთან ერთად, შეინის გარშემო ყოველთვის დიდი ხმაურია. თუ ერთხელ მაინც გამოგიწერიათ ნივთი ამ მაღაზიიდან, შეფუთვის გახსნისთანავე იგრძნობდით სუნს. ძაფრსუნს. და მოდით განვიხილოთ, რას უკავშირდება ეს. შეინის მომხმარებლები ამბობენ, რომ ტანსაცმელმა მათი კანის გაღიზიანება, დაზიანება, ალერგია, ჭინჭრისციება ან ზოგ შემთხვევაში მოწამვლაც კი გამოიწვია. რაც სავარაუდოდ წარმოების პროცესში გამოყენებულ ძლიერ საღებავებსა და ქიმიკატებს უკავშირდება, მაგალითად ფორმალდეჰიდს. ფორმალდეჰიდის ფართო გამოყენება თავისი არასტაბილურობისა და მომწამლაობის გათვალისწინებით რეალურად უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს. 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ტოქსოლოგიის ეროვნულმა პროგრამამ აღწერა, რომ მას აქვს კანცეროგენული თვისებები, ანუ ფიზიკური გამოსხივება, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედება ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას. 2022 წელს მოდის ბლოგერმა Sarah Holcomb-მა ვირუსულად გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოიწამლა შეინის ფრჩხილის მოვლის პროდუქტით, თანაც ისე, რომ სასწრაფო დახმარება დასჭირდა და საბოლოოდ დაუსვეს ქიმიურად მოწამვლის დიაგნოზი. სხვა მსგავსი кейსი რომ არ განვიხილო, გადავიდეთ უფრო არგუმენტირებულ ბრალდებაზე. Greenpeace არის დამოუკიდებელი გლობალური ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობიანი პროტესტით ავლენს გარემოს დაცვით პრობლემებს და ეძებს მათი გადაჭრის გზებს. 2022 წლის ნოემბერში Greenpeace-ის თანამშრომლები შეინიდან იწერენ 47 ნივთს და აგზავნიან მათ გერმანიაში დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. კვლევის თანახმად ამ ნივთებში აღმოჩენილი იქნება სახიფათო ქიმიური ნივთიერებები, რითიც შეინი რა თქმა უნდა არ ღვევდა ევროკავშირის სტანდარტებს. სიტუაცია უფრო დაამძიმა ერთი თვით ადრე გამოსულმა დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც მიზნად ისახავდა ფარული კამერის საშუალებით შეინის შიდა სამზარეულოს ჩვენებას. გოგონა მეის მოვალეობაა ერთმანეთს შეადაროს ათასობით ერთნაირი კაბა, რათა თავიდან აიცილონ ეგრეთ წოდებული ბრაგი პროდუქტის წარმოება. მისი ხელფასი უფრო ნაკლებია ვიდრე მკერავის, თუმცა ხელფასები მერე განვიხილოთ. ჩინეთის შრომის კოდექსის მიხედვით დასაქმებულ პირებს შეუძლიათ კვირაში 44 საათი მუშაობა, მაგრამ დოკუმენტური ფილმის მიხედვით თანამშრომლები ვალდებული იყვნენ სამუშაო დღე დაეწყოთ დილის 8 საათზე და დაესრულებინათ მომავალი დღის გამთენიისას, ანუ მუშაობდნენ დაახლოებით 18 საათის განმავლობაში. ფილმში გაჟღერებულია ის ფაქტი, რომ ქალები თმას შესვენების დროს იბანენ, რადგან ელემენტარული რუტინისთვისაც კი არ რჩებათ დრო. შესაბამისად, კითხვაზე ხშირად ნახულობს თუ არა მეი შვილს, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს. ქალი პასუხობს, რომ რაც მუშაობა დაიწყო, ერთხელაც კი ვერ ჩავიდა სახლში. ახალ წელსაც კი. შეკვეთები მოდის ყოველ დღე და მათი შეკერვა დღის ბოლომდე არის საჭირო.
არავინ არ ტოვებს სამუშაო ადგილს იქამდე, სანამ ბოლო ნივთი არ შეიგერება. ამასთანავე პერსონალს არ აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. ავად გახდები? შენი პრობლემაა. სამსახურში ვერ გამოხვალ? არა უშავს, რადგან კომპანია გიხდის გამომუშავებით და არა ფიქსირებულ თანხას. თანამშრომლების თქმით, ფაბრიკა თავად გაძლევთ საცხოვრებელ ადგილს, თუმცა მის კედლებზე ობით დაგხვდებათ, სველი წერტილი არ იმუშავებს და ცხოვრება 7 ადამიანთან ერთად მოგიწევთ. თუ გგონიათ, რომ ასეთი საშინელი პირობები კარგად ანაზღაურებადი მაინც არის, აქაც არა. ერთ შეკერილ ტანსაცმელზე ადამიანი იღებს 0.30 იუანს, რაც 11 თეთრია. ამასთანავე თუ კი რამე შეგეშლებათ, ფულადად ჯარიმდებით. შეინი შედგება მრავალი მაღაზიისგან და საოჯახო ატელიებისგან, რომლებსაც ისინი ოფიციალურად არ ქირაობენ. შესაბამისად, მათი სამუშაო გარემოს კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ფილმის გამოსვლის შემდგომ შეინმა სცადა ტალახის ჩამობანა იმით, რომ განაცხადა, $15 მილიონ ჩავდებთ ქარხნების მოდერნიზაციაში და თანამშრომლებს სამუშაო საათებს შეუმცირებთო. ასევე ტანსაცმლის გადამუშავების კამპანია ჩაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავი იყო და ამ მონურ საქმიანობას არაერთი მსხვილი მედია აშუქებდა, სიტუაცია მაინც არ შეცვლილა. მალევე TikTok-ის მომხმარებლებმა დაიწყეს სხვადასხვა ვიდეოს გავრცელება იმის შესახებ, რომ შეინის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. ისინი იარლიხზე წერდნენ სხვადასხვა წარწერებს, როგორიცაა მაგალითად Help me, SOS ან Help. 2025 წლის 13 იანვარს BBC აქვეყნებს სტატიას. შეინი, სიმართლე თქვენი $12 კაბის მიღმა, ჩინურ ქარხნებში, რომლებიც შეინის წარმატებას უწყობენ ხელს. რომელშიც შეინი უარყოფს ამ შეტყობინებების სიმართლეს და ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ შეცდომა თარგმანში, რაც უკავშირდება რეცხვის ინსტრუქციას და არ არის არანაირი ფარული მესიჯის მატარებელი. თუმცა სტატიაში კვლავ საუბარი არის იმ არაადამიანური სამუშაო გრაფიკის შესახებ, რომელიც შეინს იქამდეც ჰქონდათ და მაგალითად მომუშავეები ამბობენ იმას, რომ თუ თვეში 31 დღეა, მე ვმუშაობ ისევ 31 დღე. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დიდი კონკურენცია, რომელიც სულ უფრო მეორე სასარგებლოდ გადადის. ამიტომ რაღაცეები შეიძლება გაზვიადებულია ან პროპაგანდის ნაწილია. როგორც არ უნდა იყოს, სკანდალების მიუხედავად შეინი მაინც აგრძელებს რეკორდების დამყარებას. მაშინ რის ხარჯზე? კომპანიის მფლობელი კრის სუია. მის შესახებ დიდი ინფორმაცია არ იძებნება, რადგან არ იძლევა ინტერვიუებს. ვიცით, რომ გამოცდილება აქვს მარკეტინგის განხრით და ეს კომპანიას ძალიან ეხმარება. შეინის მარკეტინგი ემყარება 3 ძირითად სტრატეგიას. პირველი ეს არის მონაცემთა მართვა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეკლამა იქნება პირადად თქვენზე და თქვენს მოთხოვნებზე ორიენტირებული. მეორე პარტნიორული პროგრამები, რაც იმას გულისხმობს, რომ რეკლამა იქნება ყველა სოციალურ ქსელში ვირუსულად. და მესამე მომხმარებელთა კონტენტის გამოყენება იმისთვის, რომ გაზარდოს ცნობადობა. 2019-2020 წელს კომპანია ზრდის სარეკლამო დაკვეთებს და თანამშრომლობას იწყებს ბლოგერებთან, მათ შორის მიკრობლოგერებთან. ეს დაახლოებით ასეთი სახით ხდება, რომ კომპანიის წარმომადგენელი უკავშირდება ბლოგერს, ეუბნება, რომ ჩვენ შენ გაძლევთ მაგალითად $200 ვაუჩერს, შეიძინე რაც გინდა და როდესაც ჩამოგივა ეს შენაძენი, გადაიღე მათზე განხილვა და განათავსე შენ სოციალურ ქსელში. რომ დაუფიქრდეთ, $200 მათთვის არაფერი არ არის, თან თუ თვითღირებულებას გავითვალისწინებთ. თუმცა საინტერესოა, რატომ უკავშირდებიან ისინი მაინც და მაინც მიკრობლოგერებს. მიკრობლოგერს ყავს მცირე აუდიტორია. შესაბამისად, გამომწერს თუ კი რაიმე დაინტერესებს, დაწერს კომენტარებში ან მიწერს პირად შეტყობინებებში, რასაც მარტივად ნახავს ბლოგერი და უპასუხებს. შესაბამისად, მათ შორის იქნება სანდო ურთიერთობა და სწორედ ეს აინტერესებს შეინსაც, რადგან მომავალში დადებული რეკლამა კი არ გააღიზიანებს მის გამომწერებს, არამედ მიიღებენ როგორც მეგობრის რჩევას. თანაც მიკრობლოგერთან რეკლამა იაფია და ისინი მარტივად თანხმდებიან მას, რადგან აქვთ მცირე დაკვეთა. შესაბამისად, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია. თუმცა ეს ისე არ გაიგოთ, რომ შეინს მხოლოდ მიკრობლოგერები არეკლამებენ, რა თქმა უნდა არა. მას არეკლამებს ჰეილი ბიბერიც, ნიკ ჯონასიც და სხვა მსოფლიო ვარსკვლავებიც, თუმცა ამით ისინი უფრო იმიჯზე ზრუნავენ, ვიდრე რეკლამაზე. შეინის სანდოობას ასევე ძალიან ზრდის რეალური ფოტოების არსებობა. თუ გადახვალთ ნებისმიერ ნიუზზე და ჩასკროლავთ, ნახავთ მომხმარებლების მიერ ატვირთულ ფოტოებს, რომლებისთვისაც ისინი ქულებს იღებენ. შესაბამისად, მე თუ რაიმე ნივთი დამაინტერესებს, ვნახავ, როგორ გამოიყურება იგი რეალურად და როდესაც ჩამომივა, არ იქნება მოლოდინი რეალობა. მაგრამ თუ ჩამოსული ნივთი მაინც არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ იგი უკან დააბრუნოთ. თუმცა კომპანიამ კარგად იცის, რომ ძირითად შემთხვევებში არავინ არ აბრუნებს უკან $10 მაისურს და ამაზე თავს არ იწუხებენ. ჩამოთვლილმა სტრატეგიებმა გაამართლა, რადგან 2023 წლიდან კომპანია ჯიბეში ისვამს Adidas, Nike-ს, H&M-ს და Inditex-ს.
2021 წელს შეინი მდგრადი განვითარების უფროსად ნიშნავს ადამ ვინსტონს, რომელსაც უკავშირდება შემდეგი სკანდალი. კომპანიას ადანაშაულებენ greenwashing-ში, რაც ნიშნავს ორგანიზაციის მიერ მომხმარებლების შეცდომაში შემყვანი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი იმიჯის ამაღლებას. არადა ლოგიკურადაც როგორ უნდა სრულავდეს შეინი გარემოზე, როდესაც დღეში ამდენ ნივთს კერავს და მათგან უმრავლესობას ადამიანები მხოლოდ რამდენიმეჯერ იცვამენ. დღეს მოდის ინდუსტრია ერთ წელში 100 მილიარდიდან ერთეულ ნივთს უშვებს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე დასჭირდება ყველა ადამიანს დედამიწაზე. შეინი 1,500,000. რა მოსდის ამ რამდენჯერმე ჩაცმულ ნივთებს? ვაგდებთ, ან უშვებთ გადასამუშავებლად. მსოფლიოში უკვე ტანსაცმლის უდაბნოები იქმნება. ჩილეში ატაკამას უდაბნოში 60,000 ტონიანი გადაყრილი ტანსაცმლის მთებია. ეს ის რაოდენობაა, რომელიც კოსმოსიდანაც კი მარტივად შესამჩნევია. მოდანაგვად იქცევა და თანაც თუ გავითვალისწინებთ მის შემადგენლობას, რომელზეც ვისაუბრეთ, მარტივად მისახვედრია ისიც, რომ ეს ტანსაცმელი თავისი ტოქსიკური შემადგენლობით წამლავს მიწასაც და ჰაერსაც. ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ ასეთ ნაგავსაყრელებთან მყოფი დასახლებების მაცხოვრებლები სხვადასხვა ავადმყოფობებით ავადდებიან. ან თუ არ ვაგდებთ და ბევრჯერ რეცხავთ ტოქსინებით სავსე წყალი ჩაედინება მდინარეებში, ზღვებსა და ოკეანეებში, რომელთა პროდუქტებსაც მივირთვევთ და ასე. ჩაკეტილი წრით საბოლოოდ ყველა ეს ჯანმრთელობისთვის საფრთხე-შემცველი ნივთები მაინც აღწევენ ჩვენს ორგანიზმამდე. ვყიდულობთ კაბას იმისთვის, რომ ჩავიცვათ ფოტოებისთვის, მოდის ჩვენამდე 2 კვირა და იხრწნება 200 წელი. მიუბრუნდეთ შეინის მდგრადობის საკითხს. კომპანია ვებგვერდზე დებს ინფორმაციას იმაზე, რომ ისინი ზრუნავენ ჩვენს პლანეტაზე და ერთ ტანსაცმელს მხოლოდ 100 ეგზემპლარად უშვებენ. თუმცა ქვემოთ წვრილად ისიც წერია, რომ თუ ეს ტანისამოსი გახდება ტრენდული, მის მსხვილ წარმოებას უშვებენ. ამავე წელს დიდი სიამაყით აქვეყნებენ ინფორმაციას, რომ თანამშრომლობენ მხოლოდ იმ ქარხნებთან, რომლებსაც სერტიფიკატი ჰქონდათ სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. თუმცა ჟურნალისტური გამოძიების შემდგომ გაირკვა, რომ ეს ორგანიზაცია მხოლოდ ადგენს სტანდარტებს და არ გასცემს არანაირ სერტიფიკატს. ამის შემდგომ შეინმა წაშალა ეს ინფორმაცია, თუმცა დატოვა გრაფა, სადაც წერია, რომ ისინი ამუშავებენ ტანსაცმელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ თუ რაიმე ტანისამოს ან ნაჯერს აღარ ხმარობ, შეგიძლია მიიტანო და დატოვო კონკრეტულ ადგილას, საიდანაც წაიღებენ და გადაამუშავებენ, რითიც ზიანს არ მიაყენებ გარემოს. თუმცა არ წერია, რამდენ ტანსაცმელს იღებს წელიწადში, სად ამუშავებს, როგორ ამუშავებს, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მოიპოვება, შესაბამისად არც ვიცით რეალურად ამუშავებენ თუ არა. TikTok-ზე შეინის ჰეშტეგზე 8 მილიონზე მეტი ვიდეო იძებნება. მხოლოდ შეინის და არა მაგალითად შეინ ჰოლის ან რაიმე სხვა ვარიანტზე. დიდი რეკლამა მოდის YouTube-ზეც. კარგი მარკეტინგული გათვლა არის ქულების არსებობაც. როგორც წეღან თქვი, როდესაც ნივთი ჩამოგდის, შეგიძლია დაწერო კომენტარი და ამაზე მიიღო გარკვეული ქულების რაოდენობა. ეს ქულები შემდგომ შეგიძლია გადაცვალო ნებისმიერ სასურველ ნივთში და მათი მოპოვება მარტივია. ნებისმიერ შესვლაზე გერიცხება ქულები, სხვადასხვა გათამაშებაში მონაწილეობის დროს გერიცხება ისინი და ადამიანი უკვე აზარტულად უდგება ამ საკითხს, აი მე თუ ყოველდღე შევალ, არაფერში მივიღებ ქულებს. და როდესაც შევდივარ, უცებ ტემუს მსგავსად ამოვარდება, რომ აი იცი რა, ეს ნივთი ახლა არის 99%-იანი ფასდაკლებით და თუ გამოიწერ ახლავე მას, იგი ჩამოგივა სულ რაღაც სამლარად. და შენც მარტივად ეგების სქემას. 2025 წელს ევროპის მომხმარებელთა უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ შეინი დაადანაშაულა ბნელ UX პატერნებში, რაც გულისხმობს მყიდველის მანიპულაციას ყალბი დროის ათვლაში. მაგალითად, 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს 1 საათის, 45 წუთისა და 39 წამის განმავლობაში და ეს დრო ასე უსასრულოდ იტრიალებს. ხვალაც რომ შეხვიდეთ, ისევ ამ ტაიმერს დაინახავთ. ასევე მარაგების ამოწურვაში, რაც ხელოვნურად ქმნის დეფიციტს, რომ შენი შეძენის გადაწყვეტილება დააჩქაროს. დარჩენილია 5 ცალი და მოასწარეთ შეძენა. შეინის კიდევ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა პლაგიატია. ისინი აპატენტებენ ყველაფერს, მათ შორის მცირე წარმოების დიზაინერებსაც. საიცი რომ შეხვიდეთ, შეიძლება ქართველი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმლის მსგავსიც კი იპოვოთ. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჰაილი პრადოს кейსი არის, რომელიც ამბობს, რომ შეინმა მას 47 ორიგინალური ტანსაცმლის დიზაინი მოპარა. ამის შემდგომ შეინმა 10 გაყიდვიდან ამოიღო, დანარჩენი კი დატოვა.
თუმცა მხოლოდ პატარა ბრენდებზე არაა საუბარი. პლაგიატში ბრალს დებს Zara-ც, მაგრამ აქვე ისიც გაითვალისწინეთ, რომ Zara-s იმპერიაც ფაქტობრივად პლაგიატზეა აშენებული, რადგან მას-მარკეტი ცდილობს მაღალი მოდის შედევრები გადაამუშავოს და ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის. მე ბევრჯერ შემხვედრია მაგალითად ვიდეოები, რომლებშიც გოგონები ტანსაცმელს ყიდულობენ Zara-ში, მსგავს იწერენ Shein-ზე და შემდგომ ადარებენ ერთმანეთს. აქედან Shein-ის ფასი ორჯერ ნაკლებია ვიდრე Zara-სი. ახლა მოდით ეს ყველაფერი კიდევ განვიხილოთ სხვა კუთხიდან. Shein-ი არის ულტრა სწრაფი მოდის წერტილი და მოდით განვიხილოთ თვითონ მოხმარების კულტი. სოციალური ქსელების მომხმარებლები ალბათ ყველა ხართ. ვიღებთ მობილურს, შევდივართ მაგალითად Instagram-ზე ან ნებისმიერ სოციალურ ქსელზე და ვხედავთ იდეალურ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იდეალური სახისგანი, იდეალური თმა, იდეალური სხეული, მოგზაურობენ წელიწადში ყოველ თვე. აქვთ ახალი პროდუქტები, ყიდულობენ ახალგამოსულ iPhone-ს, ტესტავენ ყველაფერს ახალს, ცხოვრობენ იდეალური ცხოვრობით და მე რო ვფიქრობთ, მე რა მჭირს, მე რატომ არ მაქვს ეს ყველაფერი? და იქნებ სოციალური ქსელები და ამ ყველაფრის პოპულარიზაცია შექმნილია იმისთვის, რომ გაიზარდოს მოხმარების კულტი. რამდენჯერ შეგიმჩნევიათ, რომ თქვენს გვერდში მყოფი ადამიანების ხობად შოპინგი იქცა. ისინი ყოველდღე რაღაცას იწერენ, ყიდულობენ ან ყიდვას გეგმავენ. შეიძლება ასეთი ადამიანი თქვენც ხართ. მეც მაგალითად შემიძლია ავიღო მობილური, შევიდე რომელიმე ონლაინ მაღაზიის გვერდზე და უბრალოდ სკროლო ის. სულ არაფრის ყიდვა არ მჭირდებოდეს. ვამატო კალათაში ნივთები, რომელსაც ან მიუბრუნდები, ან არა. ეს არადა რეალურად ჯანსაღი ადამიანის საქციელი არ არის. თანაც ალბათ იმასაც დააკვირდებოდით, რომ როცა რაღაცის შეძენა გინდა და მე რეალურად ამ ნივთს ყიდულობ, შეიძლება უკვე აღარც განიჭებდეს სიამოვნებას. და ასე ნელ-ნელა ნივთები ხდება ძალიან ბევრი ჩვენს გარშემო. შორს რომ არ წავიდეთ, თუ გოგო ხართ, რამდენი პომადის ფლობელი ხართ. ეს ის მცირე რაოდენობა არის, რაც მე უცებ ვიპოვე. ამაზე ორჯერ მეტი მექნება და აქედან რამდენს ხმარობ ალბათ 1-2 ან 3. ამას სახელიც აქვს ანიომანია, რაც გულისხმობს გადაულახავს სურვილს, რომ რამე მაინც იყიდოს ადამიანმა. არა საჭიროების გამო, არამედ თვითონ ყიდვის პროცესის. საყიდლები ხდება გასართობად, დასვენებად. ჩვენ თავს ვახალისებთ კიდეც ამაში. აი მე დავიმსახურე და დღეს ამას ვიყიდი. ერთხელ ვცხოვრობ, ფასდა კლებაა. რეალურად ეს არის მექანიზმი, როგორც მაგალითად აზარტული თამაშების, რადგან ტვინმა შოპინგი გადააქცია დამოკიდებულებად. მე ვარ ცუთხასიათზე, შევდივარ საიტზე, ვყიდულობ რამეს, ან ვარჩევ. ამ დროს ტვინში გამოიყოფა დოპამინი და ტვინიც ფიქრობს, ანუ შოპინგი სიამოვნებას უდრის და საყიდლების შემდგომ შენც ბედნიერდები, თუმცა საკმაოდ ხანმოკლე დროით. შემდგომ იწყებ ფიქრს, შემდეგი რა ვიყიდო? ციკლი მეორდება. ამ ყველაფერს ბანკიც ახალისებს. რამის შეძენა გინდა და ფული არ გაქვს, რა პრობლემაა, სესხი აიღე. თანაც უკვე მოსვლაც აღარაა საჭირო, შეგიძლია პირდაპირ მობილურიდან ონლაინ ბანკის მეშვეობით დაიმტკიცო. კაბის შეძენა გინდა, მაგრამ ხელფასი თვის ბოლოს გერიცხება და ახლა თვის დასაწყისია? არა უშავს, ნაწილ-ნაწილი არსებობს, შეგიძლია საერთოდ თანხა რამდენიმე თვეზე გადაანაწილო. და ამ დროს ისევ ჩვენ ტვინში დოპამინი გამომუშავდება, რადგან მე ვფიქრობ, რომ მართლა ისე შემიძლია ეს ნივთი ისე ვიყიდო, რომ ამაში ფული ახლა არც გადავიხადო და სადღაც შორ პერსპექტივაში ვიზრუნო ამ საკითხზე. და ნელ-ნელა ადამიანები ვალდებულებებს იმდენს იღებენ, რომ ვეღარც ახერხებენ მათ გადახდას და თანაც ხშირ შემთხვევაში ისეთი ნივთებისთვის, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, ბოლო iPhone-ი ჩემი სტატუსის ასამაღლებლად, მე-16 კურთკა, მიუხედავად იმისა, რომ თან ზამთარიც არ გვაქვს ნორმალური, არა უშავს საჭიროა. რა გვიბიძგებს ამისკენ? დიდწილად ბლოგერები, რომლების კონტენტშიც სულ უფრო და უფრო დიდი რაოდენობით შემოდის განყოფები და რჩევები, რომ უნდა გავიქცეთ აფთიაქში და შევიძინოთ ეს სახის კრემი, რომელიც გაგვექრობს აკნეს. ეს კაბა, რომელიც იდეალურად გამოკვეთს ჩვენს ფორმებს. მივარჯიშოთ ამ დარბაზში, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. და თანაც ნელ-ნელა ბლოგერები იწყებენ საერთო დაწერილი ტექსტით საუბარს, არანაირი პირადი გამოცდილება ან დამოკიდებულება. და ნელ-ნელა ჩვენც ვეგებით ამ მახეში და ვხდებით სისტემის წევრები. მაგრამ ამით ყველაფერთან ერთად თვითშეფასება არ გვემაღლდება, რადგან ვფარავთ მხოლოდ გარეგან მოთხოვნილებებს. ერთი შეხედვით მატერიალურისკენ სწრაფვა უწყინარი რამაა, რადგან ამით ცხოვრობენ გარშემომყოფები. პრობლემა ისაა, რომ ჯერ ვიწყებთ შიდა უკმაყოფილების დაკმაყოფილებას ნივთებით და შემდგომ ეს გადაგვდის ადამიანებზე და ურთიერთობებზეც კი. რა მაცვია, სად დავდივარ სალონში, რა მანქანა მყავს, სად მუშაობ და შემდგომ ვადარებ იდეალს და ვფიქრობ, სხვის თვალში როგორი ვიქნები ამ იდეალიდან გამომდინარე. უი, ცხვირი არ ჯდება იდეალის ფორმებში და ახლა პატარა ცხვირი ამოდაში, ვიკეთებ
უი, ტუჩი მაქვს პატარა და მოდაში მსხვილია, ვიკეთებ. ეს კაბაა მოდაში, მეც მინდა. და დღეს ესაა, ესეც სასწრაფოდ მინდა. სანამ ყოლამ ჩაიცვა და ამიტომ სასწრაფოდ ვიძერ. მე არ გეტყვით იმას, რომ არ გამოიწეროთ შეინიდან ან სხვა მსგავსი საიტიდან, რადგან ვიდეო დავიწყე იმაზე საუბრით, რომ ფასები იზრდება უკონტროლოდ. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს სხვადასხვა გზების ძებნა. თქვენც და ჩემ თავსაც უსურვებ, რომ გქონდეს მცირე რაოდენობის, მაგრამ მაღალი ხარისხის ნივთები. თუმცა აქვე იმას ვიტყვი, რომ მაღალი ხარისხის ნივთი არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს მაინც და მაინც ძვირფასი. ერთადერთი, რასაც გირჩევდით, არის ის, რომ ბავშვებს არ უყიდოთ მსგავს საიტებზე არაფერი, რადგან ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. და რაც მთავარია, აკონტროლეთ ყველა ნივთის შემადგენლობა. თუ რაიმე დაგაეჭვებთ, უბრალოდ არ იხმაროთ იქ. და ლაიქეთ ვიდეო, გამომიწერეთ და კომენტარებში დამიწერეთ, რაზე ისურვებდით შემდეგ ეპიზოდს.